მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ შევაერთოთ და გავხსნათ სატვირთო და მისაბმელიანი კომპლექტი. დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა ავამოქმედოთ ხელის მუხრუჭი. ახლა კი კომპლექტს გავხსნით. პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მისაბმელზე განთავსებული მუხრუჭი. მუხრუჭის ჩასართველად უნდა გამოვწიოთ ეს წითელი ღილაკი. შემდეგ ვაჭერთ ბერკეტს გვერდით და ვქაჩავთ სახელურს. ამ მომენტში ნაკრები გამორთულია და ფის ტრაქტორებში მისაბმელის განსათავისუფლებლად საჭიროა კაბელის გაწევა და შავი ბერკეტის გადაადგილება. ახლა უკანა ღერძი უნდა ავწიოთ. დაწიეთ საყრდენი ფეხები. ახლა ტრაქტორის ღერძი უნდა დავწიოთ. ტრაქტორი დაახლოებით 20 სანტიმეტრით წინ უნდა გადავწიოთ. როდესაც გავიწევით, გამოჩნდება საკეთი პინცი. გახსოვდეთ უკანა ღერძის დაშვება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეხუთე ბორბლიდან ცხიმი მისაბმელზე არ დარჩეს და არ დაზიანდეს. ახლა დავიწყოთ კაბელის მოხსნა. არ დაგვავიწყდეს ძრავის გამორთვა. და ამგვარად გვაქვს ნაკრები სრულიად გათიშული. ახლა ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ წავიდეთ მანქანით. საჭიროების შემთხვევაში გახსოვდეთ. მისაბმელს აქვს საკუთარი მუხრუჭი, თუმცა ბორბლის ქვეშ ასევე მოათავსეთ ბორბლის ბლოკი. თუ დახრილ ადგილას დაშორება დაგჭირდება, ბორბლების ქვეშ აუცილებლად მოათავსეთ სამაგრები. ახლა ჩვენ გადავდივართ კაბელის შეერთებაზე. და ამ გზით კაბელები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ახლა ტრაქტორის ღერძი ავწიოთ და მისაბმელის სამაგრებთან შეერთებას ვეცდებით. გახსოვდეთ, რომ შეერთებისას ძალით არ დააჭიროთ, რადგან ამას შეიძლება მისაბმელი დააზიანოს. ახლა უნდა შევამოწმოთ სწორად ვარ თუ არა დაკავშირებული მისაბმელთან. შემდეგ ჩვენ ვუშვებთ მისაბმელის მუხრუჭს. ღილაკზე დაჭერით მუხრუჭი თავისუფლდება. და უკვე შეგვიძლია დავიძრათ. მადლობა ყურადღებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო სასარგებლო იყო და გეპატიჟებით შემდეგი ვიდეოს სანახავად.